გამოშვებას ჩვენ მზად ვართ რომ ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტომ სექტემბრიდან მუშაობა დაიწყოს. ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ჩვენს გადაცემაში განაცხადა, მისი განმარტებით სააგენტოს კონცეფცია უკვე მზად არის და ბოლოს პერიოდში განსახილველად ეკონომიკურ საბჭოსაც გადაეცემა. ხელმძღვანელმა შეუწყოთ საექსპორტო პოტენციალის ზრდას ქვეყანაში. საექსპორტო კომპანიებს რამოდენიმე პრობლემა აქვს. პირველი საბრუნავი კაპიტალი, მეორე კონსიგნაციაზე მიცემის პრობლემა, იმიტომ თუ კონსიგნაციაზე აძლევ პროდუქციას, ვიდრედან თანხა არ აქვს, შენ უკვე საბრუნავ კაპიტალში გაქვს პრობლემები, რომ ახლა პროდუქცია დაამზადო. მესამე დაზღვევა პროდუქტის გატანის, მეოთხე არასწორად ხანდახან და არასწორი ტრანსპორტირების თემების, მეხუთე პარტნიორის მოძებნა გარეთ და ასე შემდეგ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს ფუნქცია სწორედ ის არის, რომ მაქსიმალურად ამ საკითხებში დაეხმაროს. ამიტომ ჩვენ შევქმნით კონცეფცია, პროგრამა, ამასთან დაკავშირებით თავრობის დავალებით გითხრათ. შესაბამისად, პროგრამა ჩვენ უკვე გამზადებული გვაქვს. უახლოეს ხანებში ალბათ ჯერ ეკონომიკურ საბჭოზე მოხდება მისი დეტალური განხილვა, ჩვენ თავისთავად ხადია თავრობაზე და თუ თავრობამ ეს პროექტი დაამტკიცა, ჩვენ მზადავთ, რომ სექტემბრიდან ამ სააგენტომ დაიწყოს მუშაობა. ეს ხელს შეუწყობს ნებისმიერ მეწარმეს, ვინც ექსპორტზეა ორიენტირებული, რომ მიიღოს დახმარება ერთი პრაქტიკული ტრანსპორტირება, ლოჯისტიკა, იქით კონტრაქტების შექმნა, იურიდიული მომსახურება, მეორე ფინანსური დახმარება იმისთვის, რომ მათ უფრო შეღავათიანი კრედიტის ნაკლებად უფრო მეტად იქნება თქვათ საბრუნავ კაპიტალში ჩვენი მონაწილეობა